მთავრობის ახალი 4 წლიანი სამოქმედო გეგმის მეტი სარგებელი ხალხს ფარგლებში ბახმაროს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და დასაქმების მინისტრებმა დაათვალიერეს. ბახმაროში 6000 კვადრატულ მეტრზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები აშენდება. პარალელურად მოეწყობა ამ ობიექტებთან მისასვლელი გზებიც. მიმდინარე სამუშაოებზე რამდენიმე ათეული ადგილობრივია დასაქმებული. გაჩნდა პროდუქტების მოთხოვნა და შესაბამისად უამრავი პროდუქტი ამოდის, უამრავი ადამიანი ეძლევა ვაჭრობის საშუალებად, ყველა კომუნიკაცია ექნება გამოსული, მე გზას, წყალს, განათებას გულისხმობ. იქნება სასტუმრო, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ახალი უფრო მეტ სტუმარს ველოდებით 19 აგვისტოს დოღზე და კიდევ ერთხელ უამრავ ქართველს გავაუწებთ იმ ინფრასტრუქტურით, იმ სიახლეებით, რომელიც დახვდება თმათ ადგილზე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური მშენებლობა გურიის რეგიონში, სადაც 160 კაცია დასაქმებული. პროექტის დათვალებამდე კიდევ 100 ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, იმ მასალის ამოტანაზე სხვადასხვა საქმეებზე კიდევ დამატებით 200 კაცია დასაქმებული. ეს იმ მნიშვნელოვანი პროექტის დიდი ნაწილია, რასაც ჩვენი სახელმწიფოში დასაქმების პრობლემა ქვია. ვარ ადგილობრივი, დავსახკი, გამიშთა შემოსავალი წყაროები. ძალიან მოხარული ვარ, რომ მაშინ ჩემს მხარეს, ჩემს ულამაზეს ყუროთ ბახმაროს.